მე ვიცი ვინც უნდა ავირჩიო, თქვა ბოდბელმა მთავარ ეპისკოპოსმა ქადაგებისას ახალი პატრიარქის არჩევაზე საუბრის დროს. მიტროპოლიტი იაკობი გამორიცხავს, რომ სინოდმა ამ პროცესში გარედან ვინმეს ჩარევის უფლება მისცეს. ნუ თუ ვინმეს გონია, რომ ჩავრევთ რაიმე გადაწყვეტილებაში, გამორიცხულია, ამბობს სასულიერო პირი. ახალი პატრიარქი 2 თვის ვადაში უნდა აირჩეს. ანტისანიტარია ციხეებში და დაგვიანებული სამედიცინო დახმარება. ყოფილი პატიმრების სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ციხეში ხუმრობენ ტარაგნებს პური წავართვით, ამბობს ყოფილი პატიმარი. ერთ-ერთი მათგანი იხსენებს შემთხვევას, როდესაც თანასაკნელს კუჭი გაუზგდა. სამედიცინო დახმარება კი მხოლოდ 2 საათის შემდეგ, ისიც სხვა პატიმრების მოთხოვნის შედეგად მიიღო. სავარაუდო ცემის ფაქტის შეკითხვის დასმის გამო ადგილობრივი მედია ახალციხის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ცემაზე წერს. მათი ცნობით ჰამბარცუნ ბაბოიას თანაგუნდელი ოცნების დეპუტატი კარლენ მანასიანი დაუპირისპირდა. სავარაუდო მიზეზი კი ბაბოიანის მხრიდან საკრებულოს ხდომაზე დასმული შეკითხვა გახდა. აღადგენენ თუ არა წელს სომხური სასაფლაოს დაზიანებულ კედელს. მედიის ინფორმაციით ბაბოიანს მერმა ვარლამ ციკლაურმაც უსაყვედურა, შემდეგ ის მინასიანმა საქმის გასარჩევად დაიბარა და მანქანაში სცემა. პროუკრაინულმა პარტიზანულმა დაჯგუფებამ ნოვგოროდში რუსეთის რადიოელექტრონული საბრძოლო სისტემები გაანადგურა. ათეშის დაჯგუფებამ ცეცხლი წაუკიდა ანძებს, რითაც უკრაინულ დრონებს რუსეთის ტერიტორიაზე თავისუფლად შეღწევის საშუალება მიეცა. შედეგად დაიბომბა რუსული სამხედრო თვითმფრინავების სარემონტო ქარხანა ქალაქ სტარაია-რუსაში.